ჩინეთი ელექტროინდუსტრიის გაძლიერების პარალელურად ამერიკის გავლენის შესუსტებას ცდილობს გლობალურ ნავთობის ვაჭრობაში. უპრეცედენტო სანქციების მიუხედავად, რუსეთი მაინც აგრძელებს ნედლი ნავთობის გაყიდვას მსოფლიოში. გასულ წელს ჩინეთს რუსეთიდან დღეში 821,000 ბარელი ნავთობი შემოჰქონდა, რაც მისი ჯამური იმპორტის 20% შეადგენდა. ამას ასევე ემატებოდა სხვა სანქცირებული ნავთობიც, მაგალითად დღეში დაახლოებით 268,000 ბარელი ვენესუელადან ან 1,4 მილიონი ბარელი ირანიდან. ხშირად მყიდველები იყვნენ დამოუკიდებელი გადამამუშავებელი ქარხნები, ეგრეთ წოდებული ჩინური ჩაიდნები, რომლებიც მცირე მასშტაბისაა და ნაკლებად ექვემდებარებიან კონტროლს. ბევრი მათგანი იაპ ნავთობს ყიდულობს, რომელსაც გადაამუშავებენ და შემდეგ აზიის სხვა ქვეყნებში ყიდიან. ეს კი ძალიან მომგებიანი ბიზნესია. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი გზა, როგორც ახდენს ჩინეთი იაფი ნავთობის შემოტანის გზების დივერსიფიცირებას.